ლექსი, აი ამ თემას ეხება სწორედ ეს ლექსი. ხშირად სიზმარშიც კი მიტირია ბედზე, ულმობელზე ავზე. ტალღებს აყოლილი ფოთლებივით ქართველების ხედან ნავზე. თურმე ნენეს ღარჭი შერჩენია, ავად ტანში შველა მკლავზე, ტანჯვით ატირებულს იავნანას ჩუმად უმღერს ქართულ ხმაზე. ხშირად სიზმრებშიც კი მიტირია, ფიქრში ჩამფრიმავდა მათზე. ტალღებს აყოლილი ფოთლებივით ქართველების ხედან ნავზე. ბაბა უიმედოდ ცას არჭრედდა, ცისარტყელა ჩანდა ცაზე, ხოდა ოცნებობდა სიკვდილამდე ცისარტყელას ქვეშა გზაზე. აჭარიდან წასულს გურჯებიდან, მხოლოდ თუ იცნობდით ხმაზე. გახიზნებულს გაღმა შერჩენილი შეეგებებოდნენ გზაზე, თურმე ნავით სვით რომ მიდიოდნენ, ღმერთიც ვერ ზრუნავდა მათზე. ნაპირს მიღწეული თითო ორი, ფიცრულს აიგებდა მთაზე. ხშირად სიზმრებშიც კი მიტირია, ბედზე, ულმობელზე, ავზე, ტალღებს აყოლილი ფოთლებივით ქართველების ხედან ნავზე. ბატონო ორხან, მე მინდა თქვენ ერთი საჩუქარი გადმოგცეთ. ჩემი სტუმრობა, ასე რომ ვთქვათ, თუ უკვე სტუმარი აღარ ვარ, არ ვიცი, ძალიან ინტენსიურია თურქეთელ ქართველებთან და ჩემი ძირითადი შემოსავალი იხარჯება დედაენის წიგნებსა და ნიმუშიან რღვეულებში. სადაც კი შევალ ორგანიზაციებში იქნება ეს თითო ოჯახში მე აუცილებლად ერთი დედაენა იქნება დავტოვო. შეიძლება იმ წუთში არ აინტერესებდეს მათ ეს წიგნი, მაგრამ ეს ისეთი ღვთიური წიგნია, რომ ამოვადრო და აუცილებლად გადახედავენ ამას. და მე ძალიან ბევრი დედაენა მაქვს ბატონო ორხანისთვის ნაჩოქარი, მაგრამ მინდა ეს განსაკუთრებული იყოს მისთვის. არ მინდა რომ ეს სტამბოლში წაიღოს. მინდა რომ გირესუნში, სადაც მას სოფელი აქვს, აი იქ ამ წიგნიდან ქართველებს ასწავლოს წერა-კითხვა. და რატომ ვამბობ ამას, როცა მე ვეტყვი ბატონ ორხანს, რომ რა ხდება მეთქი გირესუნში, რომ მოღვაწეობით ქართულად თუ გესაუბრებიან და თუ ქართველობენ, ძალიან ცოტა და არ აინტერესებდა და ამიტომ მინდა განსაკუთრებულად ეს გირესუნისთვის იყოს და ერთ ლექსს, აი აქვე, ერთმა პოეტმა ქალბატონმა წიგნი მისახსოვრა და მითხრა, ძალიან ბევრს ვფიქრობდი რა უნდა დამეწერა, წარწერა გაგმა მეკეთებიო და მაშინ გამიკვირდა. არ გაგიკვირდესო მითხრა, წიგნის დაწერას იმდენი დრო არ ჭირდება, რაც შემდეგ სახსოვრად მის წანაწერს. მეც ამაზე ბევრი არ მიმიქრია, უცებ დავწერე. ეს მხოლოდ წიგნი როდია, მასში ღვთიური ენაა. შენი წინაპრის ფესვის და წარსულის გადარჩენა. თუ გულში ტყვიას გესვიან, ამენით ამოიკვნესებ. თუ სიყვარულზე დაგრძდება, მხოლოდ ამენით ისევე. ხოდა მიიშლე საჩუქრად, ჩემი და შენი წარსული. ეს ჩვენი დედაენაა, ჩვენთვის ვაჟიც და ასულიც.